დღეს UFC-ს უახლესამებს გაგიზიარებთ. პედის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ. კონორ მაკგრეგორის მხარდაჭერა Telegram-ს და დაბრუნდება თუ არა დასტინ პორიე. უყურეთ ამ ვიდეოს და მოდი დავიწყოთ. პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯისთან მარცხზე. მინდოდა აქედან კამრით წავსულიყავი, მაგრამ ვიცი რომ მის გარეშეც ძლიერი მებრძოლი ვარ. ეს არავისთვის მაქვს დასამტკიცებელი. თუმცა, რადგან წავაგე მიხარია რომ ეს სწორედ ჯასტინ გეიჯისთან მოხდა. მისი ბრძოლების ყურება მას შემდეგ მიყვარს, რაც UFC-ს ყურება დავიწყე. მან დღეს აჩვენა რატომ არის ნამდვილი ლეგენდა. ჩემი აზრით, პედის რა თქმა უნდა ძალიან კარგი გამძლეობა აქვს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და იმდენი დაზიანება არ მიუღია, რამდენიც სხვა ლეგენდებს მაგალითად. ვიცი რომ ხასიათის სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამის გარდა მისი უნარები ოქტაგონზე საკმაოდ სუსტია. კონორ მაკგრეგორი Telegram-ის დამფუძნებელს პაվել დუროვს უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს. კონორმა დუროვს ძმა და ნამდვილი მებრძოლი უწოდა, ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვისთვის. მაკგრეგორმა შეაქო დუროვი მომხმარებელთა მონაცემის გაცემაზე უარის თქმისა და ევროკავშირისა და საფრანგეთის წინააღმდეგ მაგრად დგომისთვის, მისი დაკავების შემდეგაც კი. სიმართლეა რომ Telegram-ი არ ყიდის მომხმარებელთა მონაცემს და მისი პოპულარულობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ამას რა თქმა უნდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც აქვს. პლატფორმას ძალიან ბევრი პლუსი აქვს, მაგალითად, მეგობრებთან საუბრების გასაიდუმლოებიდან დაწყებული, ბიზნესის კეთებით დამთავრებული ძალიან სასარგებლოა. თუმცა მაგალითად ჩვენს ქვეყანაში სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით 14-15 წლის ბავშვები აკრძალულ ნივთებს და ნარკოტიკებს ყიდულობენ. სწორედ იმიტომ რომ ეს პლატფორმა არ კონტროლდება. ასე რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. პიოტერ იანი ამბობს, ჩემი შემდეგი ბრძოლა უკვე გადაწყვეტილია. UFC-მ ჩემი და მერაბის რევანში უკვე დაადასტურა. ეს ისედაც ყველა მიცოდა და თუ იმეს უმარის განცხადებებთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ქონდა, ახლა გაეცა პასუხი. მერაბმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე საჭიროა რომ ტიტულზე დაუყოვნებლივ ეჭვდა და საერთოდ ვერ ხვდები ეს საკითხი ისევ რატომ. მერაბი ხოლმე სუპერფიზიკის კოუჩია. Paramount-ის ანგარიშების მიხედვით, მონაცემები გვაჩვენებს, რომ UFC 324-ის ტრანსლაციას Paramount Plus-ზე დაახლოებით 6 მილიონმა ადამიანმა უყურა. აქამდე კი მათი საშუალო რაოდენობა 5 მილიონში შეადგენდა. მე მიმაჩნია, რომ UFC ნამდვილად ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტია მსოფლიოში და მან ბოლო რამდენიმე წელში ძალიან ბევრი სპორტის სახეობას გადაუსწრო. თუმცა, მათ საპასუხოდ, ვინც ამბობს, რომ MMA მსოფლიოში საუკეთესო სპორტია, ფაქტად მოვიყვან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არგენტინასა და საფრანგეთს შორის, რომელსაც პირდაპირ ეთერში დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი უყურებდა. არმან ცარუკიანის იდეალური გეგმა. მინდა ჯასტინთან ბრძოლა. თუ თოფურია წელს შეძლებს ჩხუბს, ის და ჯასტინი იბრძოლებენ კამრისთვის. ხოლო თუ ილია აპრილში ან ივნისში არ დათანხმდება გეიჯისთან ბრძოლას, მაშინ მე მსურს მასთან დაპირისპირება. სხვა შემთხვევაში ჩემს შანსს უნდა დაველოდო. ფიქრობ, რომ გეიჯის მე ვეჩხუბები, თოფურია კი ზედაწონაშიავა მახაჩევთან საბრძოლველად. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ეს საოცნებო სცენარია. თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ და გეიჯი ცარუკიანის. ეს შეიძლება ერთ ქარდზეც კი მოხდეს. გიჟური საღამო იქნება. თუმცა UFC-ს სჭირდება თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა. ჯასტინ გეიჯი და ილია თოფურია კი 99%-ით სწორედ ის წყვილია, რომლის ორგანიზებასაც ეცდებიან ისინი. ასე რომ ფიქრობ, არმანი რეალობას აცდენილია. დასტინ პორიამ თქვა, რომ შესაძლოა პენსიიდან დაბრუნდეს ჯასტინ გეიჯისთან საბრძოლველად. მან კომენტარში დაწერა, ამისთვის დაბრუნდებოდი. მიყვარს დასტინი, მაგრამ ის პენსიაზე უნდა დარჩეს. გეიჯიმ დაიმსახურა ეს შანსი, რადგან არასდროს დანებებულა დასტინ პორიესგან განსხვავებით. ასეც რომ იყოს, ფიქრობ, რომ თუ დასტინი ჰოლოუეისთან წაგების შემდეგ დაბრუნდება, ის მაქს ჰოლოუეიზე წინ ტიტულზე ბრძოლის შანსს მაინც ვერ მიიღებს. ძალიან დიდ მადლობას გიხდი დღევანდელი ეპიზოდის ყურებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.